გამარჯობა. ნახეთ რა უნდა განახოთ. შეიძლება ის თქვენს კი იცოდით მანამდე. მაგრამ ძალიან საინტერესოა. თვალსაჩინოდ განახებს იმას, რის თქმაც მე მინდა და როგორი კანონზომიერება შეხედეთ. შეიძლება თქვენს გქონდეთ. ნახოთ, ეს უბრალოდ სათამაშო არაა. დააგვირით. ბურთულაკები როგორ თანაბრად როდესაც ერთ ბურთულას აიღებ და მოხდება სხვა ბურთულებს, აქედანაც მხოლოდ ერთი უკან ბრუნდება. ნახეთ, რამდესაც აიღებ, იმდენი დაბრუნდება. დააგვირით. ნახეთ, ახლა 200-ს გავუშვებ. თუ 3-ს გავუშვებ, დაგვიდი 3. ეს არის ერთგვარი კანონზომიერება. ცხოვრებაშიც ასეა. თუ მაგალითად რამდესაც გასცემ ენერგიას, შეშინაგან ენერგიას, იმდენი გიბრუნდება. როდესაც რაღაცა პრობლემა გაქვს, როდესაც რაღაცა შეიძლება ემოციასაც ეხებოდეს და რაღაც ისე ვერ არის, მაშინ უკვე უნდა დაფიქრდე, სათანადოდ შენ თავად გასცემ თუ არა იმდეს, რამდენის მიღებაც გინდა უკან. შენ შემთხვევაში როგორ აიცით? ვითხოვთ, რატომ არ ვიღებთ, მაგრამ არაფერს არ გავცემთ. იგივე პრინციპებია, მაგალითად, ხომ გაგვიგია, გაცემას მეტი ნეტარება მოაქვს, ვიდრე მიღებასო. ეს მარტო სულიერ საქმეებს არ ეხება, ან ზოგს გონია ფინანსურს. ეს ყველა სფეროს ეხება, კანონზომიერება. აი ამაზე იფიქრე. როდესაც ცუდად იქნებით, როდესაც რაღაც ისე ვერაა გარშემო, იმაზე კი არ დაიწყოთ, რატომ ვერაა ფიქრი. არამედ საკუთარ თავში ეძებე და იფიქრე, შენ გასცემ თუ არა იმდეს, რამდენიც საჭიროა. რა ვიცი, იქნებ გამოგადგეთ, წარმატებები.